მაშ მოგესალმებით. გავწმინდოთ თაქაურობა, ჩემო მეგობრებო, იუთუბელებო, გამომწერებო. იმედია ყველა კარგად ხართ. იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. არ დაკარგოთ იმედი, ყოველთვის გჯეროდეთ და გწამდეთ. თქვენით ფორმულირდება თქვენი ცხოვრება, თქვენი ფიქრებით, თქვენი აზრებით, თქვენი სიტყვებს ძალა აქვს, ასევე ფიქრებსაც დღეს და ჯერ ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგია. სანამ გადავალ პირად თემებზე, აბა რა ენერგიებში ხართ, ეხლა ვინც მიყურებთ, ვინც შემოხვედით ჩემს ვიდეოს ლაივ კონსულტაციას, ვინც უყურებთ. ჩემო კარგებო, აქ ახალი დასაწყისია უმრავლესობას. აქ მარტო პირადზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი რაღაც საქმეზე, ბიზნესზე, სიტუაციაზე. ორ რაღაცას ხართ მოკიდებული. ან ერთი გაქვთ და მეორე ვთქვათ დამატებითი შემოსავლის წყარო გინდათ, ან ორი ბიზნესი გაქვთ. მოკლედ რაღაცა ახალი დასაწყისია, რომელიც სავარაუდოდ ერთი კი არა, ორი განიხილება, ან ამ ორიდან უნდა აირჩიოთ და არ იცით ეს თუ ის, აი რაღაც ესეთი არჩევანის წინაშე დგახართ, მაგრამ ყველა ვარიანტში რაც არ უნდა აირჩიოთ, გამარჯვება აგერ დგას, იმიტომ რომ თქვენს ინიციატივაზე, თქვენს ძალისხმევაზე, ენერგიაზე აქ საუბარი და ამოდის ავტორიტეტი, ან ვიღაც დაგეხმარებათ, ან ყავთ კომპეტენტური ადამიანი, აი ვინც გაგიწევთ რეკომენდაციას, ხო? ეს არის ავტორიტეტი კაცი, ხა სასულიერო პირი რო გითხრათ, რომ ეხა მამაოა ვიღაცა, შეიძლება ესეთი ვინმეც იყოს, მაგრამ ეს არის ვიღაც ავტორიტეტი ადამიანი, ვინც გეხმარებათ ამ კონკრეტულ საქმეში. ეხა, უმრავლესობას ესეთი ინფორმაცია შემოვიდა. აქ ეხა პირადზე ჯერჯერობით არ არის. თუ პირადს განვიხილავთ, მაშინ ახალი ეტაპი გაქვთ. აქაც არჩევანის წინაშე ხართ. ყველა ვარიანტში თქვენზეა დამოკიდებული გამარჯვებას აღწევთ და ამოდის ასევე დაკანონება რაღაცა სიტუაციის ამ მხრივ. პირადს თუ განვიხილავთ, ხო, უკვე რაღაცა ფორმა მიეცემა, დაკანონდება რაღაც ეტაპზე თქვენი ურთიერთობა. თუმცა კონფლიქტი არის, ეს კონფლიქტი თქვენი შინაგანი შიშებია, თქვენი კომპლექსებია, თქვენი აი ეს რაღაც დარდებია, ესე რო არ მოხდეს, ისე რო არ მოხდეს, ბევრს ფიქრობთ როგორც ჩანს. კარგით, ვნახოთ ეხა რა ხან არჩევანის წინაშე ამოვიდა ავტორიტეტი ადამიანის დახმარება. რასთან გვაქვს საქმე? ვინც ეხა ამ ვიდეოს უყურებს, აბა რა ინფორმაცია შემოვიდა? ვინც საჭიროა ის ნახავს, სამყაროს ძალები ამაზე იზრუნებენ და რასთან გვაქვს საქმე? დაგვიკონკრეტონ ჩვენმა კარტებმა. საქმე ეხება წარსულში დატრიალებულ რაღაც სიტუაციას, რომელიც აი ესე უცებ ქარივით რო იტყვიან მოფრინდა თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება საქმე იყოს, შეიძლება ახალი ადამიანი იყოს, შეიძლება ვიღაც იყოს, სიტუაცია იყოს, ეხა საჯარო გაშლაა, ხო? ამიტომ ლაპარაკობ ზოგადად. თქვენ უნდა მიხვდეთ, მოირგოთ თქვენ თავზე, იმიტომ რომ ინფორმაცია არის კოლექტიური, დღეს უკვე აი შეიძლება ადამიანი გაგებაში არ იყო ბევრი რამის და აი ეს კოლექტიური ენერგოსაინფორმაციო სივრცე იმდენად გახსნილია, რომ აი მოდის ინფორმაცია და მერე ვთქვათ, აი მე მომივიდა იგივე, ხო? სიზმარში, როცა საერთოდ პოლიტიკასთან არ ვარ ახლოს, რა ვქნა, არ მიყვარს ეს პოლიტიკა, ხო? სხვა სფეროთი ვარ დაკავებული. და აი რომ უნდა გავიღვიძო უკვე გაღვიძების დრო რომ მოდის რა, ნელ-ნელა რომ იღვიძებს ადამიანი, ხო? აი მაგ დროს ნახევრად
ძინარეს მდგომარეობაში, ალფა მდგომარეობა ქვია მაგას, რომ იღვიძებ აი ესე ჩამესმის ხმა, რომ ისა რა ქვია, მონროს დოქტრინის მიხედვით წაიყვანს ამერიკა სიტუაციას. ეხლა აი რა შუაში იყო მონროს დოქტრინა, არც ვიცოდი რა იყო, ხო? დავგუგლე ვნახე, თურმე ყოფილა პრეზიდენტი მონრო, რომელსაც ცოტა ხანი იყო ამერიკის პრეზიდენტი როგორც ჩანს, არც ეგ არ ვიცოდი ინფორმაცია, იმიტომ რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს, სუფთა პოლიტიკურ საკითხს ეხებოდა, ხა რაში მაინტერესებს ან მონროს დოქტრინა, ან ამერიკა, სიტყვაზე ვიძახი და მისი კანონები. და ევროპასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ამ დოქტრინით, უთხრა რომ ანუ დააყენა თავის ადგილას რა. შენ ანუ ის ევროკავშირის ვარიანტი შენ ანუ ჩემთან მე არ მეხები შენ ანუ შენთვის მე ჩემთვის აი ესეთი რაღაცა გაუკეთებია და მერე ნუ ეხა იმ მონროს მერე ხო რამდენი პრეზიდენტი მოვიდა და რა ვიცი რა მოხდა და რეორგანიზაციები და განლაგებები და რა ვიცი ლიბერალური მთელი ეპოპეა გამოვიარეთ ხო და დღესაც ვართ ჯერჯერობით მაგ სიტუაციაში და როგორც ჩანს ტრამპი აპირებს იგივეს რა. აი ეს მომივიდა მე პირადად დღეს უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ მართლა გამიკვირდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი. აი ზუსტად ნამდვილად არ ვიცოდი მონროს დოქტრინა და არც ჩაღრმავება მაინტერესებს მისი თუ რა პუნქტებს შეიცავს. უბრალოდ აზე რო იყო ადამიანი, გამოვიტანე აზრი ევროკავშირთან წყვიტავს ყველანაირ ურთიერთობას, ეს მე რა ინფორმაციაც მომივიდა იმას გეუბნებით, დააყენებს თავისი conditions ექნება, თავის პრინციპები ექნება, ძალიან მკაცრი, აი ესეთი ხისტი, როგორც აქ ჩანს, ხო? ჰაერის სტიქის მხედარი, საომრად გამზადებული რო იტყვიან, ხმალ ამოღებული, აი ესე, ყველას დააყენებს თავის ადგილას, ხდება რეორგანიზაცია, ეხლა უბრალოდ აი ამ კარტების გამო, ანუ რაც დავინახე, აი ესეთ სიტუაციაში მივდივართ, გამახსენდა ეს და ამიტომ მოგიყევით და ნახეთ, რაღაცა რომელიც იყო ტყუილი, რომელიც იყო სიცრუე, რომელიც იყო რაღაც დაფარული, დამალული. ნახეთ. აი იმ პრობლემების დატრიალდება ყველაფერი, ბედის ბორბალი, ანუ ეს რას ნიშნავს, ხო? ყოვლის მხედველი თვალი, რომელიც ყველგან იყურება და ყველაფერს ხედავს, მას ვერ დაემალები. იმის გამო აშკარავება, ანუ რაღაცეები, როგორც ჩანს, კიდე ბოლომდე არ არის მთლიანად, ხო? ეხლა ამერიკას გულისხმობ მე, თუმცა რატომ არ ვიცი, მაგრამ ეს ინფორმაცია ალბათ საჭიროა რა ხან ვსაუბრობ. და ანუ ყველაფერი თავის ადგილი და თავის სახელი დაერქმება, ანუ ყველაფერი გამოაშკარავდება და ახალი, ნახეთ, ახალი დასაწყისი იწყება უკეთესი, ну როგორც ახლა კარტი მეუნება. გინდა თქვენ სიტუაციაზე მიიღეთ, გინდა ამერიკაზე მიიღეთ და მსოფლიოზე, მაგრამ ინფორმაცია ესეთი მოდის, ყველაფერი დაფარულს უნდა აეხადოს ფარდა. მოხდება აი ესეთი მკაცრი ხისტი ჩარევა რაღაცეების რეორგანიზაცია მთლიანად, ნახეთ, საბუთები უჭირავს და მიდის, ანუ გამოძიება, investigation რო იტყვიან და აგერ ყოვლის მხედველი თვალი, ანუ ციკლური ტრიალი იწყება ამ პროცესების და ახალი კანონები, ახალი სიტუაციები, ახალი, ყველაფერი ახალი მოკლედ რა, გადაწყობა. ხო და ეს ეხა თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავზე ოღონდ კარგი გაგებით მიიღოთ ეს ინფორმაცია, ხო? ნახოთ ეხლა თქვენ პირადზეც ვკითხოთ ერთი-ორი სიტყვა, პირადზე რას გვეტყოდით? ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, შემოსულია ჩემ არხზე, პირადზე თუ შეიძლება უთხარით ერთი-ორი და mystical tarot cards, ხო? მისტიური ტაროს კარტი, აბა, პირადზე რას ეტყოდით? წარსულიდან გაურკვეველი რა არის? კაცი? წარსულიდან. წარსულიდან მოდის ქარავანი. მოკლედ, ანუ ეხლა როგორი სიტუაცია ნახეთ, ხუმრობა იქეთ იყოს და წარსულ სიყვარულს ეხება რაღაცას,
აქაც დაფარული მთვარე, ნუ არ მიყვარს რა ვქნა. ინტუიციასთან კი ამბობენ, რომ კარგია იმ ხრივ, რომ ინტუიციას აძლიერებს. გასაგებია, კარგია ინტუიციას აძლიერებს, მაგრამ მე მიყვარს ყველაფერი, რაც არის გახსნილი, ხალხნო, დაფარული, მიჩქმალული, დამალული, უკაცრავად და გაურკვევლობით მოცული, ხო? კი, იდუმალებით მოცული მთვარე. მადლობა მას, იდუმალებით სავსეა, ხო, მისტიციზმი და რაღაც. კაის გასაგებია, მაგრამ კაი რა, როგორ შეიძლება შეაადარო მთვარე მზეს, რომელიც ანათებს და თავის სასიცოცხლო ენერგიას ამოქროს სხივებს. ანუ მცენარეებიდან დაწყებული ყველა ცოცხალ არსებას კვებავს და სიცოცხლე იღვიძებს. გესმით? და იმ ბნელს, რასაც ქვია, ყველანაირად მუხტავს. ეს არის მზე. გესმით? რომელიც ღმერთთან ასოცირდება. ხო და მოკლედ, აი წარსულიდან ეპითეტებს დავანებოთ თავი. წარსულიდან რაღაცა ადამიანი, რომელიც იყო იდუმალებით მოცული, რაღაც სიტუაციებს მალავდა, შეიძლება აქ იყო ტყუილი, აქ იყო ღალატი, აქ იყო დაფარული რაღაც, ხო? ამ ადამიანიდან ამოდის აქ როგორც ბიზნესმენი, ესეთი სტაბილური, ესეთი ადამიანი, მაგრამ შეიძლება რაღაც ინტერესებიც ქონდა, ან რა ვიცი, ნუ მოკლედ ბევრი რაღაც შეიძლება განვიხილოთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის საჯარო გაშლა, კონკრეტულად როცა ადამიანის სახელი ვიცი და პირდაპირ დაასტას ვეკითხები სახელით, ის მეუბნება, მაჩვენებს, პასუხობს, ხო? მაგრამ ამ სიტუაციაში, აი ესეთ გაშლაში, ხო, რასაც მე ვაკეთებ საჯარო, კი? კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველაფერი გახსნილია და ენერგო-საინფორმაციო კოლექტიური სივრცე, ანუ ხო, როგორც ეხა მე მომივიდა პირადად. და არა მარტო ეს, ბევრი კიდე სხვა რაღაცები მომდის, მაგრამ ნუ ეს უბრალოდ არ ვიცი, არანაირი კანონი, პოლიტიკაში არ ვერკვევი, არც მაინტერესებს დიდად, მთავარია ჰარმონია და მშვიდობა იყოს. მე აი ამის მომხრე ვარ და მოვიდა ეს ინფორმაცია, ხო, და ამიტომაც გავაჟღერ. აი ესე ხდება რა და ახალი დასაწყისი ამოდის ისევ, არ ვიცი როგორ რანაირად, მაგრამ ეს ვიღაც ადამიანი გამოჩნდება წარსულიდან, თავს შეგახსენებთ, თუ იყო ესეთი, თუ რეზონირდა, მომწერეთ, დამიწერეთ კომენტარი, თუ რა თქმა უნდა თქვენ ცხოვრებაში ალბათ იქნებოდა, მაგრამ თუ იყო როგორი სიტუაცია, გაურკვეველი, წარსულიდან წამოსული, ან წარსულს რო გახსენებთ ესეთი პიროვნება, ან წარსულში რო გქონდათ რაღაც, ხო? ფლირტი, რაღაც სიყვარული, რაღაც ესეთი თბილი ურთიერთობები და უცებ მოულოდნელად ან გამქრალა, ან წასულა, ან რაღაც მოხდა, ხო? გაურკვეველი და დაფარული. გაიხსნება, რაც მთავარია. გაიხსნება და ეს სიტუაცია ჰარმონიზაცია, დაბალანსდება, ანუ ამ ადამიანზე რაღაცას გაიგებთ, გესმით? ანუ თვითონ შეგახსენებთ ის თავს, ანუ რაღაცნაირად, ან შეიძლება შემოგეხმიანოთ, მოგწეროთ, მოგიკითხოთ, აი რაღაც და შეიძლება აგიხსნათ კიდევაც ის სიტუაცია, ის მოვლენა, რაც მოხდა, მაგრამ ნახოთ აბა ეხლა კიდე რას გვეტყოდით? კოლექტიური ენერგო-საინფორმაციო ველი. რას გვეტყოდა, ვინც ახლა ვიდეოს უყურებს, არის შემოსული ჩემს არხზე, დიდი მადლობა თქვენ კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ჩემ არხზე ეხმარება, რა თქმა უნდა, რომ სხვა მას გაიგოს და სხვასაც მეუვიდეს ინფორმაცია, ნახოთ, აბა რას გვეტყვიან. რა ინფორმაციას გვაწვდიან? ღმერთო ჩემო, როგორ არ მინდა ეს კარტი რო ამოდის ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვთქვა. მე არ ვიცი ახლა ვინ მიყურებთ, მე არ ვიცი ახლა ვინ ხართ. აქ, ჩემ არხზე. მე ვიცი, რომ გაცნობიერებულები ხართ უმრავლესობა და ბევრი რამე გესმით, ინტუიცია გაქვთ. ამას ვგრძნობ უკვე აქედან. ნახეთ ჩემო კარგებო, როგორი კარტები ამოვიდა. ინფორმაცია მოდის ასეთი. ადამიანზეა ეს ინფორმაცია.
ადამიანზე, რომელიც თქვენ ფიქრებში იყო და დღემდე არის თქვენ ფიქრებში. არის რაღაც სიტუაცია, რამაც დაგაფიქრათ, იმიტომ რომ აქაც ამოდის გაურკვევლობა, რა თქმა უნდა, მთვარე არ დაგვავიწყდეს. აქაც ამოდის კონფლიქტი, ამოდის ენერგიის ძალიან დიდი დაცლა, ანუ ეს ენერგია, ნახეთ, ყველაფერი არის ამ ქვეყანაში ენერგია, ამ სამყაროში. ენერგიაზეა ყველაფერი დაფუძნებული. როცა ადამიანს ეცლება ენერგია, იმას ჯანმრთელობის პრობლემაც ანუ აუცილებლად შეახსენებს თავს, იმას ფინანსური პრობლემაც და ბევრი კიდე სხვა რაღაცეები იწყება. ენერგია, როცა ადამიანს ერთმევა. ეს ენერგია ხდება, ენერგიის წართმევა, ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ აქ ეხა ინფორმაცია რაც მომდის არის პირდაპირ მაგიურ ენერგეტიკულ დარტყმაზე საუბარი. მე ახლა არ ვიცი თქვენ რამდენად გჯერათ, არ გჯერათ, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ალბათ გჯერათ, არსებობს და იმიტომ, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი პრაქტიკიდან, ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ და არა მარტო ჩემი. არიან მეცნიერები, აკადემიკოსები, პროფესორები, რომლებიც ფიზიკოსები ჩახედულები არიან ამ სფეროში, ხო? მეტაფიზიკის სკოლა არსებობს, ძალიან დიდი, ცნობილი, მსოფლიოში, აი, წამყვანი და იქ, ანუ მოღვაწეობენ, ასე ვთქვათ, და მიყავთ თავის სემინარები, ძალიან ონლაინ სემინარებში ჩართული ვარ მეც და უსმენ, იმიტომ რომ გაწევრიანებული ვარ, იმიტომ რომ ნუ ჩემი სფეროა. ხო და მეტაფიზიკის. ხო და მოკლედ ჩემზე დავანებოთ თავი ხ ჩემ იმაზე და თვითონ ეს ხალხი, ხო? საუბრობენ ესეთ რაღაცას, რომ ენერგიით სამყაროში დრო და სივრცე არ არსებობს და მანძილი. დაიმახსოვრეთ, მანძილი, დრო, სივრცე არ არსებობს. აი აქედან მე ხო ვთქვათ, საქართველოში, თბილისში ვცხოვრობ, ხო? და შეიძლება აი, რა ვიცი, აფრიკის ზიმბაბვეში ვიღაცა რაღაცა სიტუაცია და ანუ გაუშვა ეს ენერგეტიკული ველი დარტყმა, შავმაგიას ეხება, რა თქმა უნდა, და ეს მოქმედებს და არ ტყავს, გესმით, ანუ და ისე არ ტყავს, რომ ანუ რასაც ქვია, ეხა ატომს არ შევადარებ, მაგრამ ადამიანს ერთმევა ძალიან ბევრი რაღაც, როგორც ჯანმრთელობა, როგორც რესურსი, როგორც ენერგია, როგორც რა ვიცი, გონება, რაც თავარია გონება. და როგორც დებილი რა, აი არ ვიცი რა სიტყვები ვთქვა. რაღაცნაირი ხდება, მოკლედ, აი ყველანაირი რესურსი ეწურება, სასიცოცხლო რესურსი, სიცოცხლის რაც თავარია ავიწყდება ადამიანები და აბსოლუტურად სხვა განზომილებაში ხდება. ანუ ეს ხდება ენერგეტიკული დარტყმა. ეხლა აქაც ნახეთ ეს კარტები მიმანიშნებენ ამას. კიდევ ერთხელ ვიძახ, პირველი კარტი ამოდის როგორც პაპესა, ანუ ამ შემთხვევაში ეპისკოპოსი, ხო? პატრიარქი. სასულიერო პირი, ავტორიტეტი, ქურუმი. ვინც გინდათ ის დაარქვით. თავის საქმის სპეციალისტი. პირველი კარტით ვიწყებ, რომ აუცილებელია ლოცვა, ანუ თუნდაც ჩვეულებრივი მამაო ჩვენო. ეს ლოცვაც კი, ანუ რა შვება? მე გეუბნებით ახლა ფაქის სივრცეში, არახილულ სამყაროში. ყველანაირად, ეხა ეს არის კოლექტიური ლოცვა, ხო, მამაო ჩვენო, პირველი ლოცვა, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გადმოგცა ჩვენ, ანუ
რატო შველის? თუნდაც ეს ლოცვა, ხა მე აღარ ვიძახი ფსალმუნებზე და კიდე იქ მოკლე სხვა ლოცვებზე და ასე შემდეგ. სადიდებლებზე, საგალობლებზე, დაუჯდომლებზე, პარაკლისებზე აღარ ვლაპარაკობ იმ დიდებზე და გრძელებზე, რაც ვიცი, რომ არც დრო გაქვთ, არც შესაძლებლობა, არც უმრავლესობას. აი ეს მოკლე ლოცვაც კი ადამიანს იცავს. ეხა მე ჩემიდან არ ვსაუბრობ, ჩემიდან მე გამოცდილება მაქვს, რა თქმა უნდა. და შემიძლია ჩემიდან ვისაუბრო, მაგრამ ეს არის იმ პროფესორ აკადემიკოს მეცნიერების ნათქვამი, ზუსტად იმ მეტაფიზიკური სკოლიდან, სადაც მიყავთ სემინარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ადამიანები ყავთ არჩეულები, ოღონდ უნდა ცოდნა არის მთავარი. ნახეთ, ისე რაღაცა მაგიას ხო რომ უნდათ რომ ისწავლონ მაგია. არ გამოვა, ჩემო კარგებო, თუ არ გექნება ცოდნა და ეს ცოდნა შენ რომ მაგიას ეძახი, ხო? მეცნიერულად არის კვანტური ფიზიკა, ფიზიკის საფუძვლები და მეტაფიზიკა. შენ ამაში და ალქიმიაც. შენ ამაში უნდა იყო გარკვეული. მე რა თქმა უნდა ასტროლოგიაც, ნუმეროლოგიაც, კოსმოგენიაც იქ არის კიმანტიკაც სიტყვის ძალა და ძალიან ბევრი რაღაცეები, შრეებია იყოფა. ეს არ არის მარტივი. ესე მაგიური ძალა შენ არ გაქვს. ანუ მაგიური ძალა შეიძლება ყველას გქონდეს, მაგრამ ცოდნა აქვს მთავარი. ცოდნა, შენ რო იცი მექანიზმი, შენ უკვე მართავ. აი ამ მაგიაზე ხო ზუსტად ამ დარტყმაზე, აი რატო არის რომ დაცვა მინდა, ის მინდა, გაწმენდვა მინდა, ხო? კი ბატონო, გაგწმინდავ, დაგიცავ, გიშველი, რჩევას მოგცე, მაგრამ შენც უნდა გააკეთო რაღაც. ელემენტალურად ეს ლოცვები რატო შველის, ხო? ჩვეულებრივი მართლმადიდებლური, თუნდაც მამაო ჩვენო, სიტყვაზე ვიძახი. გიცავს ესმის, ეს ელემენტალური ლოცვაც გიცავს. და შენ უკვე რომ მართლა შენი გულით მთელი გრძნობით მიმართავ და კითხულობ, რა თქმა უნდა გეხმარება. და ხარ როგორც ფარი, აი ესე გაქვს. ეს სიტუაცია, ანუ ფარივით ხარ რა. ხო და აი ზუსტად მაგაზია საუბარი, რატო ამოვიდა ეს კარტი. იმიტომ რომ აქ მაგიურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი, დარტყმას, ენერგეტიკულ დარტყმას და ამოდის აგერ ეპისკოპოსი, სასულიერო პირი, ავტორიტეტი, ქურუმი, გურუ, ვინც გინდათ ის დაარქვით, ბერი თუნდაც, ხო? ვინც აი ამ უარყოფით მუხტავს და რა ხდება ამ უარყოფითის გამო ფიზიკური ავანტყოფობა, დარტყმა ფიზიკურ სხეულზე, ანუ შიზოფრენიის რაღაც ნიშნები, იმიტომ რომ აქ ესე იკითხება, მე ესე ვკითხულობ, ხო? ნერვო, ფსიქო რაღაცა გადახრები, ანუ შფოთვები, ნერვები, კონფლიქტური სიტუაცია, ეს ყველაფერი ბოროტი ძალაა, შიშები კიდე, ხო, შიში, ეს ძაბალი ვიბრაცია და ენერგიის გამოცვლა. გეცლება ადამიანს ენერგია. და ეს ყველაფერი არ ვიცი, გაიარეთ ალბათ და იმედია აღარ ხართ და არც იქნებით ასეთ სიტუაციაში, მაგრამ იცოდეთ, დაცვა ხდება მხოლოდ ეკლესიურად. მხოლოდ ღვთიდან, ღმერთზე დიდი აქ ამ სამყაროში არც ერთი ძალა არ არის, ვერც ერთი ძალა ვერ მართავს. მართავს მხოლოდ ის, ვინც შექმნა მთელი სამყარო, შემოქმედმა და გამოგზავნა თავისი ძე ღვთისა, უფალი იესო ქრისტე. გესმით? და იმიტომაც მაჩვენებენ, გასაწმენდით ხართ, ახალი დასაწყისი და მერე სტაბილურობა მოდის და მერე ყველაფერი, ანუ უკვე დასტაბილურდება და უკვე წარმატებაც მოდის, სიტუაციაც მოდის. ამ ქალმა გადაიხადა დიდი თანხა, რომ მომხდარიყო ეს სიტუაცია. არ ვიცი, მისდე, რაზე, მე ხა ინფორმაცია მომდის, საუბრობ. არეოდა გონება, ქონოდა რაღაც ფიზიკური
ავანტყოფობა ან რაღაცა ესეთი დარტყმა რა. მოკლედ. ნახოთ ახლა აბა. რა დაალაგებს ამ სიტუაციას, რა გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. რა სიტუაციაც არის ახლა. კი ბატონო, ძალიან დიდი დარტყმა, სამკუთხედი ღალატი. ოჯახის დანგრევა და აგერ სამყაროს კარტი ამოდის. და სიკვდილი. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ქალიდან. მე არ ვიცი ვინ არის, რა არის, მესიჯი მე გადმოგეცით, ეხა თქვენი ფიქრეთ. რით გავანეიტრალებთ ამ დარტყმას, ჩემო კარგებო, მითხარით და მე ხა მისტიური ტაროს დასტაა და ამიტომ ესეთი ინფორმაცია მოდის. რით განეიტრალდება? ეს ნეგატივი. დრო უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ იმარჯვებთ. რით განეიტრალდება? ასაკები. ბოროტების დამარცხებით, სიყვარულით, ამ შემთხვევაში ხა სიყვარული ამოდის, რა თქმა უნდა. უზენაესი ძალების ფარველობით თქვენი ფარველების, წმინდანების მოხმობით, სიყვარულის ენერგიით. სიყვარული არის უმაღლესი ვიბრაცია. მოხდება დასტაბილურობა ამ სიტუაციაში, ეს ადამიანი ამოდის ისევე და შეტყობინებით, მაგრამ ეს არ ცილდება. ეს კარტი არ ცილდება. ხო, თუ იყო ღალატი, თუ იყო მოტყუება, თუ იყო გაციება, ესე მოულოდნელად, თუ იყო დაშორებაც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიზეზია ამის. ინფერნო, ჩემო კარგებო, არის არსება, რომელსაც იძახებენ და ის შედის ადამიანში ენერგეტიკულად. თუ ადამიანი არ არის დაცული, მისი აურა, მისი ფიზიკური სხეული უკვე ესე იგი ვერ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ მასთან არ არის ფარველი ანგელოზი, იმ შემთხვევაში, როცა ის ადამიანი არ ლოცულობს, არ არის რა, მაღალ ვიბრაციებში არ არის, იქ უკვე ძალიან ადვილია. ყველა არსებას შეუძლია შეღწევა. იმ ადამიანში და პირველი დარტყმა არის ტვინი, ჩემო კარგებო, ურევს ტვინს. გულს ვერ ეხება, იმიტომ რომ გული არის ნაწილი, სადაც არის ღმერთიდან ჩადებული ნაწილაკი. ანუ ყველა ადამიანის გულში არის ღვთის ნაწილაკი, ამიტომ გულს ვერ ეხებიან, გრძნობას ვერ ეხებიან, ურევენ პირდაპირ ტვინს, თავს და ამ ადამიანს რესურსი ელევა, ენერგია ელევა, ცივდება, ყველანაირად ავიწყდება რაღაცეები, ქაოსი უხდება, ნერვოზული ხდება, რაც თავარია. მაგრამ აქ ამოდის, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის განეიტრალება და დახმარება. ეს იყო ქალიდან წამოსული ესეთი დარტყმა. მოკლედ, მესიჯი გადმოგეცით, ეხლა თქვენ იცით. ილოცეთ, ჩემო კარგებო, სამყაროსში გაუშვით მადლიერება, სიკეთე, ითხოვეთ მფარველობა, დაცვა, მოუხმეთ თქვენ მფარველებს და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ბოროტება დაითრგუნება. ქრისტეს სახელით, აქ და ახლა. ამინ.